მოწვევისთვის და კითხვისთვის. დღეს ჩვენ გქონდა ბრიფინგი და რა თქმა უნდა ამ ბრიფინგის ლოკაციაც არ იყო შემთხვევით შერჩეული. ჩვენ ეს ბრიფინგი ჩავატარეთ ვაკის პარკში შადრევანთან, სადაც რამდენიმე წლის წინ ის ცნობილი ტრაგედია მოხდა, რასაც თბილისის მერიის უპასუხისმგებლო მენეჯმენტის გამო და კორუფციის გამო შეეწირა ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე და ეს ნამდვილად დიდი ტრაგედია არის თბილისელებისთვის. ახლა ეს მოდი ორ ნაწილად გავყოთ ეს თემა. ხო, პირველი ეს არის ის, რასაც ოცნება აკეთებს საკუთარი პროპაგანდისტული ხაზით და სხვა რომ არაფერი აღარ დარჩა შესათავაზებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის პოზიტიური დღის წესრიგი, მთელ პროპაგანდას, ასე ვთქვათ, და კამპანიას აგებს ისევ ომისა და მშვიდობის თემაზე. ეს არ არის ახალი სამწუხაროდ და ისევ ნაცად ხერხს მიმართეს, როგორც ეს ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების წინ. დიდი ალბათობით ამას ახლა შემდგომი გაგრძელებაც მოყვება, ეს არ იქნება მარტო კლიპი, დიდი ალბათობით იქნება ბანერები, იქნება პლაკატები და ასე შემდეგ და კვლავ ერთი და იგივე, კვლავ ის, რომ თითქოს რაღაცა მშვიდობის ყოფილი მთავრობა ყავს ოცნების სახით. როდესაც ის, რასაც მშვიდობა ქვია, რეალურად სწორედაც რომ არ არის დაკავშირებული ოცნების რეჟიმთან. ოცნება თუ რამეს აკეთებს, პირველ რიგში აჩენს ძალიან სერიოზულ რისკებს, სწორედაც რომ მშვიდობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი მშვიდობა, რადგან როდესაც შენ საკუთარ მეგობრებს მტრებად აცხადებ, უკვე მიზანმიმართულად აკეთებ ამას და საქართველოს იზოლაციაში ტოვებ და ამ დროს შენს თავარ მტერთან, რუსეთთან, პირდაპირ კოლაბორაციაში შედიხარ და თუ ვინმეს ინტერესებს ატარებ, პირველ რიგში ატარებ რუსეთის ინტერესებს ამ რეგიონში, როდესაც ჩვენ კარგად ვხედავთ ჩვენი მეზობლები სომხეთი, აზერბაიჯანი, როგორ სარგებლობენ შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით და როგორ იყენებენ ამ მდგომარეობას საკუთარი ქვეყნების სტრატეგიული მიზნებისთვის და ამოცანებისთვის, ხო? ამ დროს თუ ჩვენ რას ვხედავთ, საქართველოს რჩება იზოლირებული რეგიონი, რომელიც ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში ერთადერთი ვისაქმესაც აკეთებს არის რუსეთი. არ უნდა დავრჩეთ, ხო? ამიტომ არ უნდა დავრჩეთ, რა თქმა უნდა და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანებს ავუხსნათ, ახლა ერთის ხუ გვესმის, რა თქმა უნდა, მშვიდობა. რა უნდა რა არის თქვენი უდიდესი ღირებულება და მშვიდობისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ის მშვიდობა, რასაც ახლა დღეს ოცნება გვაჩვენებს, ხო? ახლა ვაკის პარკის შადრევნის მაგალითი, რატომ იყო კარგი მაგალითი, ხო? ეს ჯერ ეგერთი არის მოჩვენებითი მშვიდობა. და მეორე ოცნებას ამ მშვიდობასთანაც დღეს გვაქვს ჩვენ რეალურად და ომი რომ არ გვაქვს, ხო? ანუ ამასთან არანაირი კავშირი და არანაირი დამსახურება ოცნებას ამ მშვიდობის მიღწევაში არ მიუძღვნის. რას გულისხმობთ? გულისხმობ იმას, რომ ეს არ არის ნამდვილი, ეს არის მოჩვენებითი მშვიდობა, რომელიც დღეს უბრალოდ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გვაქვს. ახლა ჩვენ რუსეთს ამ შემთხვევაში აღარ აქვს ინტერესი ამ ქვეყანაში საომარი მოქმედებების. ჩვენ მარტო ჩვენი ქვეყნების 20% კი არ აქვს რუსეთს ოკუპირებული. ახლა დღევანდელი რეჟიმის ოცნების წყალობით ლამის მთელი ქვეყანა ოკუპირებული ყავს. აი იმ ჰიბრიდული, ასე ვთქვათ, ძალით ის ცდილობს, რომ ფაქტობრივად მთელი ქვეყანა კოლაბორაციას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოცნება არის ანტიეროვნული ძალა. ოცნება არის პრორუსული ძალა, ხო? ანუ პრორუსული რეჟიმი, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ნაცვლად იმისა, რომ აძლიერებდეს იმ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ მათ შორის თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროსთან, დიდ ბრიტანეთთან და ასე შემდეგ, პირიქით ამ ქვეყნებს ანამ ტრებად აცხადებს და პირდაპირ შედის კოლაბორაციაში რუსეთთან. და ბუნებრივია ამ ვითარებაში შეიძლება დღეს ჩვენ ახლა აქ ბომბები არ ცვივა, მაგრამ ეს მშვიდობა ვერ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა და სანამ ოცნება იქნება ხელისუფლებაში და იქნება მიტაცებული ძალაუფლება, ხო? ამიტომ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ როგორც ერთხელ პირდებოდა, ანუ უფრო ამ თვალსაზრისით გიორგი უფრო ხმამაღალი აი ესეთი დამაჯერებელი განცხადებების გაკეთების საშუალებას გაძლევთ, მათ შორის ის სურათი, რომელიც შეიცვალა ახლა სამხრეთ კავკასიაში, აი სომხეთ აზერბაიჯანის შეთანხმების გაფორმებით და აქ ახლა რჩება, რომ წესით ახლა სალომე სამადაშვილი იყო წინა ეთერში ჩვენი სტუმარი და ის ამბობდა, რომ წესით ეს რაღაც სტრატეგია უნდა შეეცვალა ოცნებასო, მაგრამ რაღაცები უკვე დაწერილია როგორც ჩანს, ხომ? მაგრამ მაინც ფიქრობენ ისინი, რომ ეს იმუშავებს, გიორგი, იცით? აი ფაქტია, იმიტომ რომ ეს ტყუილ არ გამოვიდოდა ეს საიმიჯო რგოლი. და რაღაც იმუშავებს უბრალოდ ჩვენ ამას აი თქვენ რა უნდა შეახვედროთ ამას ვკითხულობ. უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და პროპაგანდა უნდა გავაშიშვლოთ. იმიტომ რომ ომის და მშვიდობის პროპაგანდა, რასაც ოცნება ეწევა, ეს არის ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა. და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენ ვერ გვესწორედაც რომ ოცნების პირობებში ვერ გვექნება მშვიდობა. და ვერ გვექნება იმიტომ, რომ ოცნება გვტოვებს მეგობრების გარეშე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ყოველთვის მაგრამ თქვენვე ამბობთ რომ არც შესაბამისად უკვე არც ომის ჭირდებაო, იმიტომ რომ მოკავშირეა
ხომ? ანუ თქვენი ლოგიკა ასეთია, იმიტომ რომ მოკავშირეა, არ აქვს პუტინს ინტერესი და ჩვენ ვიცით რომ მას საფუძვლები არ სჭირდება, მთავარია მას კონდეს იმპერიალისტური განზრახვა და ვიცით როგორ და რა მეთოდების გათვალისწინებით ახორციელებს ამ ინტერვენციას და ასე შემდეგ. და ანუ ამ ლოგიკას ავითარებთ რომ არ დასჭირდება ომი. ეს არის დროებითი მოვლენა, ხო? ანუ რატომ ითვლება ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით და პრეზიდენტ ტრამპის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება გრძელვადიანი გარანტია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორია. ეს რაღაც სტრატეგიული არჩევანის საკითხი, ანუ შენ ირჩევ ძველ სტრატეგიულ მეგობარს, რომელმაც მრავალი მიმართულებით გაგიწია დახმარება და ასე შემდეგ, ეხლა მე ამას აღარ ჩამოვთვლი და ალბათ პოლიტიკოსები ამაზე ლაპარაკობთ საზოგადოებასთან, მით უმეტეს საარჩევნო რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალა ხართ თუ ირჩევ სხვას. ხო და ამაშია საქმე, რომ ამ შეცვლილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ჩვენი მეზობლები იყენებენ საკუთარი ქვეყნების სტრატეგიული მიზნებისთვის, ხო? ანუ მათ მიაღწიეს ისეთ რამეს, რაზეც რამდენიმე წლის წინ ფიქრიც კი შეუძლებელი იყო. და რა მოყვება ამ შეთანხმებას, ამ მშვიდობას, რაც უზრუნველყოფილია და გარანტირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორით. მოყვება ძალიან მძლავრი და სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მოყვება ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, მოყვება ამ ქვეყნის მოსახლეობის მეტი კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან, ევროკავშირთან. ახლა ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით უვიზო რეჟიმის დაკარგვას, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონოპოლარი იყო და აგერ სომხეთს უკვე განაცხადია გაკეთებული და ძალიან მალე ეს პროცედურა ჯერ ერთი გიორგი, აი ისტორიის, აი რაღაც ამ კონკრეტულ საკითხზე მართლა ყველამ უნდა გადახედოს რა ხდებოდა და როგორ სომხეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ აი ეს კონფლიქტის პირობებში სომხები მიდიოდნენ ამ ოდეკაპეში და მუდმივად იყო გარჩევა, რომ აი რაღაცა რა ხდება და დავარეგულიროთ და ითხოვდა დახმარებას მოკლედ და ეხლა პუტინის манипуляცია ამ საკითხით ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და სახელმწიფოებშია უკვე უახლესი ისტორიის ასე ვთქვათ აღწერილი რეალურად როგორ მიდიოდა ეს მოლაპარაკებები და ზუსტად ამ მშვიდობის გარანტიის მისაღებად წავიდნენ ორივენი თეთრცახში და იქამდე რომ ყველაფერი დაალაგებული ყოფილიყო, მაშინ ეს გზა აღარ იქნებოდა ხო საჭირო. დიახანა და ნახეთ რომ ყველა ხდება უკვე რომ რუსეთის იმედად ყოფნა რამდენადაც მათ ახლო კავშირები არ უნდა ქონოდეთ რუსეთთან, უბრალოდ არ შეიძლება. და სომხები და აზერბაიჯანელები თუ ხდებიან, ჩვენ ვერ ხდებით? რა თქმა უნდა, ხდებით, ძალიან კარგად ხდებით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს ოცნებას და თავარი ბერკეტები, ასე ვთქვათ, სახელისუფლება, მათ ხელშია სამწუხაროდ ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იზოლაციაში მოაქციონ საქართველოს. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, ისინი აკეთებენ არჩევანს ანა საკუთარ კეთილდღეობასა და ქვეყნის მომავალს შორის. იმიტომ რომ მათ ორი არჩევანი აქვთ, ანუ ქვეყანა თუ წავა ევროპული გზით, დემოკრატიული განვითარების გზით, მაშინ ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს მათ პირად კეთილდღეობას, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია მათ გააგრძელონ ფურის მოპარვა ისე როგორც ამას აქამდე აკეთებენ, მათ გააგრძელონ ძალადობა, მათ გააგრძელონ კანონის უზენაესობის დარღვევა და ზოგადად ქვეყანაში შექმნან ავტოკრატიული რეჟიმი და ამ დროს ქვეყანა მიდიოდეს ევროპისკენ და ამერიკისკენ და ცივილიზაციის თავსებადობის პრობლემა. არანაირი თავსებადობა არ არის და ვერ იქნება. ამიტომაც არის ტყუილი, ამიტომ მიმართავ მე ჩვენს მოქალაქეებს, რომ ტყუილია, მეგობრებო, გატყუებენ, ოცნება გატყუებთ, როგორც საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს გატყუებდათ, რომ ღირსებით შეგიყვანდათ ევროპაში. ახლა ამ ბოლო 7-8 თვეში ხომ მაინც დარწმუნდით, რომ არანაირი კავშირი ოცნებას და ევროპულ მომავალს შორის არ არის. არც ღირსებასთან არის კავშირი და არც ევროპასთან არის კავშირი. ეხლა დარჩენილი იყო ერთადერთი ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი და გახსოვთ ანა 20 იანვრის შემდეგ მთელ საქართველოს აი მოლოდინის რეჟიმში აყოფებენ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები უნდა გადავტვირთოთ. ვისი გადამტვირთებები არიან? ეხლა ამ ტრამპი უკვე სახელებით მოიხსენიებს პაშინიანს, ალიევს და სახელებით გვარებით და ასე ვთქვათ მეგობრობს მათთან უკვე და პირად ურთიერთობაშია, ხო? შესული და პირადად მასპინძლობს მათ თეთრსახში და ასე შემდეგ და ამხელა სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი ერთობლივად და ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი კი არა, საერთოდ საქართველოს ქვეყანა რო კითხვა შეიძლება ვერც გაიხსენოს სად არის და ეს ძალიან სერიოზული, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღალატი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რასაც დღეს ოცნება აკეთებს. აი არ შეიძლება ეს თემა რომ ამოვწურო, ანა ორი სიტყვით, ახლა ადრეუნის თემას უბრალოდ არ შემეძლია, არ შევეხოდა. ეს მშვიდობის თემაზე ხო ასე თუ ისე ვისაუბრე და იმდენად უტიფარია ოცნება, იმდენად აი ნამუსგარეთ ხილი და უპასუხისმგებლოა, რომ აი ამ მშვიდობის თემაში და მშვიდობის მაგალითად მოყავს შადრევანი ვაკის პარკის წარმოედგინეთ, სადაც მოზარდი დაიღუპა და დაიღუპა მათი უპასუხისმგებლობის გამო. სწორედ მათი აი კალაძის, თბილისის მერიის და ოცნების პიარს ფაქტიურად, ახლა ის რომ ამბობს წულუკიანი ვიღაცის პიარ შეეწირაო ჩვენს ეროვნულ გმირზე, ამას რომ კადრულოს და აუფასურებს ჩვენი გმირების გმირობას,
ხო, ამ დროს თუ მართლა ვინმე შეეწირა, სწორედ ეს ადამიანი შეეწირა კალაძის პიარს და ოცნების პიარს და გამოდიან და შადრევანი, რომელიც მას შემდეგ არც ჩართულა, მინდა გითხრათ, და არის გამორთული აი ამ ვიდეოში, აი ამ ასე ვთქვათ, ამოქმედებულ მდგომარეობაში არის ნაჩვენები როგორც მშვიდობის სიმბოლო და ეს ვერ იქნება მშვიდობის სიმბოლო. ამას თბილისელებმა შეარქვეს მკვლელი შადრევანი და სამწუხაროდ გიორგი, ბოლოს ეს დარჩება როგორც მკვლელი შადრევანი. ბოლოს აი ბერლინის შეხვედრაზე მითხარით, დიდი ამბავია ატეხილი და არ მქონია შესაძლებლობა რომ კონკრეტულად თქვენი ჯგუფისთვის დამესვა ეს კითხვა. აქამდე ყველა შემთხვევაში რა ხდება ამ შეხვედრაზე? სენსაცია ნაკლებად მგონია თქვენი თანამშრომლობიდან გამომდინარე, მაგრამ რა სიტყვი? საერთოდ პირველი იყო ეს შეხვედრა? ნუ კარგი კითხვაა. ლოგიკური კითხვაა, მინდა გითხრა. რაღაც იქამდე ხდებოდა, მაგრამ ზოგიერთებს გამორჩათ. ისეთ სენსაციად შეფუთებს, რომ გეგონება ხა პირველად მოხდა შეხვედრა, ხა თანამშრომლობა, იმის თანამშრომლობაა და პარტნიორობა. ანუ არ ყოფილა პირველი. კი ბატონო. ეს მათ იმარჩიელონ და ხა ტვინი იჭყლიტონ, მე რამდენი შეხვედრა იყო. ხა როგორც ჩანს, არც ისე ეფექტურად მუშაობს უსაფრთხოების სამსახურები. ყოველ შემთხვევაში ის სამსახურები, რომლებიც ხა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფით უნდა იყვნენ დაკავებული და ამ დროს გახარიას დაასდევენ იქ ბერლინის სასტუმროებში. ხო, რა თქმა უნდა, ამაში სენსაცია არაფერია. კანდიდატებზე იყო ლაპარაკი? რა თქმა უნდა, იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახლა უკვე ბოლო ეტაპზე, ხო, მე ხა ამას ჭირდებოდა საკმაოდ დიდი დრო და კიდე ფორსირებულად ვართ ჩვენ ახლა ფორსირებულ რეჟიმში ვმუშაობთ და ბოლო დეტალებია შესათანხმებელი და რა თქმა უნდა, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ვერ იქნებოდა პირველი შეხვედრა, მათ შორის გიორგი გახარიასთან და ამიტომ აქ არაფერი სენსაციური არ არის, გიდასტურებთ ახლა ჩვენთვის ან პირადად ჩემთვის ან ჩვენი პარტიის წარმომადგენლებისთვის რომ გეკითხათ თქვენ გუშინან ცოტა ძვირად სანახავები ხართ, უნდა გააქტიურდეთ. ჩვენ დაგიდასტურებდით უპრობლემოდ ყოველდღიურად ბრედია ბრიფინგები პარტიის ოფისში, ასე რომ უპრობლემოდ დაგიდასტურებდით, რომ ნამდვილად იმყოფებიან ჩვენი ლიდერები ბერლინში და აქ პრობლემას ვერ ხედავთ, ცოტაც დაგველოდეთ მესმის თქვენ ცნობის მოყარეობის, ჟურნალისტური ცნობის მოყარეობის, მაგრამ ძალიან მალე თქვენ გაიგებთ ჩვენგან, რა თქმა უნდა, ერთობლივად და ეს საცალკე არ მოხდება ჩვენგან და ლელოსგან, ვინ იქნებიან ჩვენ კანდიდატები, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, გიორგი შარაშიძე საუბრობდა, ის პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელია.